რუსეთი ამ ომს ვეღარ მოიგებს. ეს არის გამორიცხული. რუსების დანაკარგები ამ ომში ცოცხალი ძალის თვალსაზრისით არის მილიონზე მეტი. მილიონზე მეტი დანაკარგი მიიღეს მათ რისთვის, რომ მარიუპოლი აეღოთ, ვალნავახა, უგლედარი, მელიტოპოლი, არ არის პატარა ტერიტორია, მაგრამ სტრატეგიულ მიზნებს აბსოლუტურად ცდება. მათ ვერ მიაღწიეს ვერცერთი სტრატეგიული მიზანი. მოდი მოკლედ ჩამოთვლი რა იყო სტრატეგიული მიზნები. პირველი, უკრაინის ხელისუფლების ცვლილება ვერ შეასრულეს, უკრაინის არმიის განადგურება ვერ შეასრულეს, უკრაინის ერის გატეხვა და ნიჰილიზმის დათესვა ვერ მოახერხეს. ვერ შეძლეს დედაქალაქის დაკავება, რომელიც წინააღმდეგობა სრულად გატეხავდა და ორგანიზებული მასშტაბის დაპირისპირება უკვე შეწყდებოდა, სამხედრო დაპირისპირება. ვერ მოახერხეს ხარკოვის დაკავება, ვერ მოახერხეს ოდესის დაკავება, ხერსონიდან გაქცევა მოუწიათ, ქალაქზე მაქვს საუბარი და ვერ მოახერხეს პროგრამა მინიმუმზე მინიმუმის შესრულება და რა იყო ეს? ქალაქი ზაპოროჟიეს დაკავება და ამაზე კიდევ უფრო მეტად მინიმუმი იყო დონბასის ადმინისტრაციულ საზღვრებში აღება. თავისი პოკროვსკით, სლავიანსკით და კრამატორსკით. ეს ვერ მოახერხეს და ვერც შეძლებენ, იმიტომ რომ ისეთ თითოეულ კვადრატულ კილომეტრზე გადაადგილებისას ეს არმია ისეთ დანაკარგებს იღებს და ისეთი მასობრივია ცოცხალძალსა და ჯავშანტექნიკაში, ესე ვთქვათ, დანაკარგების მასშტაბი, რომ ლოგიკური პროგნოზით ისინი კი რაღაცა ტერიტორიებზე წაიწევენ წინ ძალიან დიდი სისხლის ფასად, ძალიან ბევრი განადგურებული საბრძოლო ტექნიკის ფასად, მაგრამ ეს მათ არათუ სტრატეგიულ უპირატესობას, არამედ ოპერატიულ უპირატესობასაც ვერ შეძენს და შესაბამისად რაღაც ეტაპზე დაუდგებათ ის მოცემულობა. ახლა ხო 10,000-ობით ადამიანი საუბრობს პუტინის აი ამ უდიდეს კრახსა და ჩავარდნაზე. უკვე მილიონობით ადამიანი ისაუბრებს და 100,000-ობით სამხედრო დაიწყებს იმაზე ღიად აპელირებას, რომ ომს აზრი არ აქვს ამ ომის გაგრძელებას, ვერ აღწევენ წარმატებას და ვერც მიაღწევენ.